დღეს სიყვარულით იწყება გულით სიხარულით ივსება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება ხალბატონებო და ბატონებო მიესალმეთ ჩვენს წამყვანს დათი ხიფშიაშვილი თუ დღეს სიყვარულით იწყება გულით სიხარულით ივსება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენი დღევანდელი მონოლოგის თემა იქნება 25 წლის ასაკში უკვე ლეგენდად ქცეული ლაშა ბექაური. ლაშა ბექაურმა ოლიმპიადა მოიგო 2020 წელს, 2024 წელს და 2028 წელს. ენა მეყილა. მაგრამ რაღა ენა მეყილა, მთელი მსოფლიო ემზადება მაგისთვის. ლაშა ბექაური დაიბადა არხილოს კალოში. შესაბამისად, არხილოს კალოს აქვს 2 ოლიმპიური ოქროს მედალი. ხოლო კოსტა-რიკას, კოტ-დიუარს, ფილიპინებს, ბელგიას, არგენტინას და კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანას თითო-თითო არის არხილოს კალო მაგარი. არხილოს კალო 2 ჩამოთვლილი ქვეყნები თითო-თითო. ლაშა ბექაურმა ზედიზედ 2-ჯერ მოიგო ოლიმპიადა. ეს იცით როგორი გრძნობა ამ მხოლოდ ლაშა ტალახაძემ რომ იცი. ახლა ლაშა ბექაურმაც იცის. არსებობს ასეთი ცრურწმენა, თუ ლაშა ბექაურმა წინ გადაგირბინა, მაგ დღეს იპონი გარანტირებული გააქვს. თუ არ გჯერათ, კითხეთ იაპონელ, ფრანგ და უნგრელ ძიუდოისტებს. ერთსულ მოსახლეზე ლომის ბოკვერის რაოდენობა რომ გაიზარდა, ეგეც ლაშა ბექაურის დამსახურებაა. პატარა ლომის ბოკვერმა ლაშა ბექაურთან გაატარა მხოლოდ 2 დღე. და ეს 2 დღე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ლომის ბოკვერს მოიგო საჰარის ძიუდოს ტურნირი. ლაშა გარდა იმისა, რომ სპორტსმენია, ასევე ძალიან კარგ ლექსებსაც წერს. აბა რომელ ადამიანს აქვს 2 თავი მივიდეს ლაშასთან და უთხრას: ენას გიწუნებ არხილოს კალოელო. ერეთქვიან. ამიტომ კარგ ლექსებს წერს. ამბობენ, რომ ლაშა ბექაურის განსაკუთრებული მეტოქე არის იაპონელი სანშირო მურაო. მათ შორის ყველა დაპირისპირება ლაშას გამარჯვებით დასრულდა. ანუ განსაკუთრებული მეტოქე კი არა, ერთი უბრალოდ ბულკი ყოფილა. ლაშა ბექაური იყენებს უძველეს ქართულ ილეთებს, ცერულს, კისრულს და მოდი საიდუმლოს გაგიმხელთ, ოღონდ არავის უთხრათ. ჯერ არ გამოუყენებია, მაგრამ თუ დაჭირდა ცეცხლს დაანთებს და 200 თუში ჩამოვა ტატამზე. არავის უთხრათ. თურმე ლაშა ბექაურის ძმაც მიყვება მის კვალს. ლაშა ბექაურის პატარა ძმა რომ ჩადგა მის კვალში, აქეთ-იქეთ დალეწილი ეგვიპტელი, იაპონელი და ფრანგი ძიუდოისტები ეყარა. ლაშა ბექაურზე მონოლოგში ბევრ ხუმრობას ვეჭიდავთ, მაგრამ აქაც ლაშა მოიგო. ძიუდოს სამყაროში ასე ითვლიან: 87, 88, 89, ბექაური 91. ყველა მიწის რომ 90 კილო ლაშა ბექაურისაა. და ბოლოს თუ ლაშა ბექაური 90 კილოში არის ჩემპიონი, სიმღერის აბსოლუტურ წონით კატეგორიაში არიან რეზო და ბავშვები ჩემპიონები. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ლადოძია, იგივე ტრეზორა. როგორც მიმიხვდით, ყველასათვის საყვარელი გიორგი გურგულია. ქართული კინოს ძველი ლეგენდა იყო ტრეზორა და ლადოძია. ასეთ კებილი და ასეთ ვილია
მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუმრობისთვის. გაიხარეთ. პირველ რიგში როგორ მოგეწონათ თქვენზე სიმღერა? არაჩვეულებრივი. ისე ძალიან მომწონს ეს ადამიანები, ამათი შემოქმედება და რა ვიცი, გულშემატ კი ვარ თქვენი. ბატონო გიორგი, როგორ დაიწყო თქვენი სამსახიობო კარიერა? უიმე. საერთოდ არ ვაპირებდი მსახიობად. ვაბარებდი სარეჟისოროზე, არ იყო მიღება. ეხა ყვებოდი გრემკა, ჩემი ძმაკაცები. ვაბარებდი სარეჟისოროზე. ეგენი წავიდნენ სასცენაროს მიმართულებით, იმიტომ რომ არ იყო და იყო ეგეთი ძალიან მაგარი ადამიანი ერლომ ახვლედიანი და ერლომს აყავდა ჯგუფი სასცენაროზე და უნდოდა მეც წერდი სცენარებს და მოწონდა და უნდოდა რომ მაგის ჯგუფში ვყოფილიყავი, მაგრამ იმის გამო რომ სარეჟისორო სჭირდება სამსახიობო პირველი კურსი უნდა გაიარო სამსახიობო რომ კომუნიკაცია გქონდეს მსახიობთან აუხსნა ყოველ შემთხვევაში რეჟისორმა რა გინდა ხო და ნუ ეგრე ჯობიაო რომ სამსახიობოზე დაჯდეო რა თან მქონდა რაღაც გამოცდილება 14 წლის კინოში გადამიღეს და მაინც შენთვის უფრო ადვილი იქნება სამსახიობოზე დაჯექი და მე მეორე კურსიდან გადახვალ სარეჟისოროზე მაინც გასავლელი გაქვს სამსახიობო მოგლედ დავჯექი მე ცოლი მოვიყვანებ მეორე კურსზე უკვე ჩემი ჯგუფელი გახდა გადმოვიდა ჩემ ჯგუფში ჩემი მეუღლე სამსახიობოზე მოგლედ მომიწია დამთავრება მე გადამიღეს პირველ კურსზე აი სამი ამბავი ტელეფონი ის რაღაცა პირველი ესეთი ფილმი რომელიც ახლა საზოგადოებამ ნახა სატელევიზიო ფილმი იყო და მოგლედ ასე ნელ-ნელა შემიტყუეს სამსახიობოში ფილმში ან სერიალში თქვენი საყვარელი სცენა თუ ამოუჭრიათ და როგორი რეაქცია გქონდათ? რეალურად ხო, როგორ არ ამოუჭრიათ, ბევრი რაღაცა კინოდან ქრება, მაგრამ ეგ რეჟისორის გადასაწყვეტი. არასოდეს პრეტენზია მე არ მქონია. იმიტომ რომ ის წვითავს იმის კინოა და მეც ეხა რეჟისორი რო ვიქნები, ვიღაცა რო ამოუჭრა, იმედია რომ არ დამხვდება პანდეიში და არ თუ გქონია შემთხვევა რომ მინიმუმ 10 დუბლი გადაგიგიათ და შემდეგ რეჟისორს მაინც პირველი დუბლი აურჩევია. კი ბატონო. რა რეაქცია გქონდათ? არანაირი. იმიტომ რომ როგორი რამეა, იცი? საერთოდ მე ვარ ერთი დუბლის მსახიობი. შემიძლია პირველივე დუბლში გავაკეთო ის რაც უნდა რეჟისორს, მაგრამ საერთოდ არის ოპერატორს სჭირდება მეორე დუბლი, ხმა ისე არ არის ზოგჯერ რაღაცა და ამიტომ 2-3 დუბლს მაინც იღებენ ხოლმე, თორე რეალურად მე ჩემ თავსაც ვეძახი ერთი დუბლის მსახიობი. პირველივე დუბლში ვაკეთე. გადასაღები მოედნის გარეთ თუ გაგყოლიათ პერსონაჟის ხასიათი? ეცი რა არის, აი ახლა ორმაგი სახე იყო 6 წელი ვიღებდით მაგ კინოს რა და ყოველდღე მიჭერდა პოლიცია, იმიტომ რომ სანამ კინო გამოვიდა რა, ვეუბნებოდი რომ მსახიობი ქურდი ხარ ძმაო, ჩამისვავდნენ მანქანაში და იყო გაჩაობა და ეხლა მეც ვარ იმ კინოს კოსტუმი, სად იყო კოსტუმები ჩვენ რაც მქონა იმით თამაშობ. მერე იხეოდა ეს ჯინსი და ეხლა რომ დააკვირდეს სხვა ჯინსებით შევდივარ ეხლა ეგეთი ხალხი სხვა რეკლაუზნიკები რომ იმას სხვა აცვია და სხვით გამოვიდა შევდივარ ოთახში სხვა ჯინსით გამო 6 თვეში იხეოდა ზოგჯერ 6 თვე ვერ ვიღებდით უპულობის გამო მოგეთ ყოველ დღე თითქმის მაგაჩავები და პოლიცია ხარ ქურდი მეუბნები მსახიობი ქურდს თამაშო ბოლოს კინო რო გამოვიდა მეუთხარი აი ხო დარწმუნ აი ბანდიტი არა ვარ თქვენი პირველი ფილმია სამი ამბავი ტელეფონით. კი ბატონო, ერთ-ერთი პირველი. კი. სადაც მხატვარს თამაშობდით. კი ბატონო. თქვენმა ახლობლებმა თუ დაიჯერეს, რომ მართლა მხატვარი იყავი და მართლა მხატვარი ვიყავი, ვაბარებდი აკადემიაში. საერთოდ ეგრე ვაპირებდი, დამემთავრებინა კინოს მხატვრობა და მე ჩამევარებინა სარეჟისოროს. მერე ოჯახი იყო იცი კინოს მხატვრობა რადგინა ბარე პროფესია აირჩია არქიტექტურაზე ჩააბარე და მოგეთ გადაწყდა რომ მათემატიკა და ფიზიკა და მომზადება და ნუ რაღაცა ეს დამჭირდა არქიტექტურისთვის.
მე ჩემს მაგას ქონდა დაბადების დღე მოსკოვში და წავედი ვითომ 2 დღით და 3 თვის მერე ჩამოვედი და თქმა უნდა ეს ვეღარ დავეციე მათემატიკა ფიზიკას და მან გადაცდა რომ პირდაპირ მიდი მაშინ სარეჟისოროზე ჩააბარე სარეჟისორო არ იყო აი ეს რაც მოვყევი და მოვხდი სამსახიობოზე და ესე მიდის ჩემი წყობა ასევე გითამაშიათ ფილმი მწირი საიდან იცით ეგ და გასამრჯელო როგორი იყო ალბათ გასამრჯელო ქართულ კინოში კი ფულს არ ვიღებ ანუ გასამრჯელო იყო მწირი წირი ყველგან ეგრეა ქართული კინო დასახმარებელია მოკლედ ფინანსურად სულ მოდი კიდე გკითხავთ აი ფილმმა მწირი როგორი პოპულარობა მოგიტანათ მწირი წირი არ გადის ო მითხარით გზირის რითმა ძირი კი ბატონო თქვენ პოპულარობა მოგიტანათ ფილმმა სახელით ორმაგის სახე. ანუ ჯგუფის სახე ხომ მაგარი იყო და ანუ ორმაგის სახე ხომ საერთოდ. მაგარი. როგორ შეხვდით პოპულარობას? ჩვეულებრივად. ისედაც ნახევარ თბილისს ვიცნობ. რა მაგარ კინოში ითამაშე იყო, იმ ხალხს ისევე ვიცნობდი რომ. გასაგები. გადასაღებ მოედანზე რაიმე ხომ არ მომხდარა? ეხლა ქართულ კინოს უჭირს და პიროტექნიკასაც უჭირს ხანდახან მტყუის ფული არ ქონდა რომ ჩაედოთ ის რაღაც ხალხს თუ იტყვიას რაღაც ფული ღირს და ის რომ რაღაც სისხლმა უნდა გასყდეს და ეგეს საერთოდ მოკლედ ძალიან ნაწოლები კინოა ეგ ორმაგის სახე და მოკლედ რეჟისორი მეუბნება რომ ეხაო რომ შევარდებიო აბრეზეთ იმას ფეხს მოტეხაო და იქ რომ შეხვალო აბროზს დადებო და კიპიტილნიგით მეუბნება ტოპი ჩევდივარ კიპიტილნიგით რატო არ გამოდისო ტყვია არა გვაგის მოკლედ გამოვიდა რომ მოხარშე რო არის მოკალი მოხარშე არის იმის გამო რომ ფული არ გქონდა შევიდოდი და აბრეს ვესწოდი რამე რომ ყოფილი დენი თუ იყო რო კიპიტელი დენი არ იყო მაშინ 90-იანი სად იყო ტყუილია იქ ყველა მერე ადევს ის ხმა ალბათ ბოლო პერიოდი ახალგაზრდა თაობა უსაშველოებით გცნობთ. ვაიმე აღარავინ აღარ მეძახ ადრე ზორა რაღაც როლებს მაინც ეხა ვარ ყველასთვის ზიალადო ანუ გიორგის აღარავინ არ ზიალადო გაიჩიტა და ეხა ქუჩაში ზიალადოს გეძახიან ყველგან ვაფშე ვარ უკვე ზიალადო და ზიალადო ცხელ ძაღლშიც თამაშობდით კი ბატონო კი მე არ ვიყავ მაგ დროს მაგრამ ეგ სერიალი საკულტოა და მაინც ვიცი კი ბატონო პირველი ქართული სერიალი ეს სერიოზი და რა მსგავსებებია ძველ სერიალებსა და ახალ სერიალებს შორის ну ჩემ შემთხვევაში არის მამალაძე ქათამაძე გახდა მამალაძე იგა ჩოკოლადი ვაჭამე აგა ჩოკოლადს ვაჭმე შიშისგანა ხო მოკლედ რაღაცა მსგავსება მაინც არის თორე ხარისხზე ის VHS-ით ვიღებდი და რაღაც აშინელი გამერი ამას Reddit ვიღებდი და აწითრეულები შეუძლებელია რომ არ შევეხოთ უსაშველოებს შევეხოთ უსაშველოებს ეშველებათ ვაიმე იმედია რომ ეშველებათ მან მთელი უბედურება რა მოხდა ეხლა ხე ჩემ ბავშვობაში იყო ბათუმში ფოტოგრაფი ეს და მაკაკა მაიმუნი ხარზე და რომ მიდიოდი 5 მანეთი ისე ფოტო მაიმუნთან 10 მანეთი დები აი მაიმუნს თუ დაგასვავდა ხარზე ესე იგი მაიმუნი თავის ფულს შოულობდა ხო მაიმუნი ხო ესე იგი მაგ მაიმუნს 25 წელიწადში რაც ფოტოა გადაღებული ერთ თვეში გადავიღე მაგდენი ფოტო ესე იგი ქართველ მაიმუნებს ყველას ვაჯობ მეტი არ ვიცი პოპულარობა მაიმუნებს ჯობნა აუ აი ეს თქვენი ფრაზა ლადო ვარ კერვალიშვილი ვისასაო აი ძალიან მომწონს და აი ეგ რომ ასწავლოთ როგორ თქვა დათი ვარ ხიმშიაშვილი ვის ვესწავლო აი თვალებში უნდა შეხედო და ატევარ ხიმშიაშვილი ვის ვესაუბრები ძმაო აუცილებელია ცდი ეს ხო ეს ეს თვალებში ვის ვესაუბრები
დათი ვარ ხიმშიაშვილი, ვისვე საუბრები ძმაო. ცოტა რთულია, დავხვეწა. დახვეწე, ხო? დავხვეწა. ვარჯიში. კი, ვიდეო ნახე, სადაც ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად გადასაღებ მოედანზე თქვენ აგვიანებთ. მე როცა მინდა მაშინ მივდივარ. როცა მინდა მაშინ. ისე ხო. სხვათა შორის ალბერტ აინშტაინმა თქვა, რომ დრო არის ფარდობითი. და შეიძლება თქვენ კი არ მიდიხართ გვიან, ისინი მიდიან ადრე. ადრე, კი ბატონო. შემდეგ გამოიხენეთ და უთხარით. მაგრამ ეგ მზად უნდა იყვნენ მე ხო. რომ მივალე ხე. უფილო. დორე მე მიდის რა ქვია ბიჭო ვინახა ვისვე საუბრები და იქ გაჭაობას ევიდე. რა რჩევას მისცემთ ნამდვილ უსაშველოებს, ანუ ჰაიტის ნაკრებს. არ ვიცი, დავიდანვე დანებდნენ. არ გავიდნენ მოედანზე და ეგ. ხო, კი, ეგეც შეიძლება. რთული არ არის ახალი თაობის მსახიობებთან ერთად თამაშდა შეგუება? თუ ეგრევე პალაჟენია დააყენეთ. რა თქმა უნდა, პალაჟენი ეგრევე დადგა რომ. და ის ჩემი შვილები არიან, რა ვიცი, ზაკა მიყვარს იგივე ჩემი შვილი. ახლა მე იცი რა არის ყველა თაობაში თითქოს შვილი გამოდის რომ პირველი შვილი არის 40-ის, მეორე 30-ის, მესამე 18-ის და 10 წლის შვილიც. ნუ ეხლა შვილები რომ უკვე 22 წლის შვილი მყავს უფროსი და აი ნუ წლის ამყავს წყუბები არიან გოგოები დათუნოს. ანუ მანდაც ესეა. ყველა თაობაში მყავს შვილი. ამიტომ გამოდის რომ რთული არაფერი არ არის, ჩემი შვილები ასრულებენ იმის თაობა ზუსტად იგივეს რაც ჩემი შვილები. ანუ აყენებთ ხომ პალაჟენი? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. და ისე პალაჟენი არას ნიშნავს? პალაჟენი არის ავტორიტეტი. აუ, როგორც იცხოვრებ, იმის მიხედვით გაქვს პალაჟენია. კარგად იცხოვრებ, კარგად შეკვდებენ, ცუდად იცხოვრებ, ცუდად შეკვდებენ. აი ეს არის. გასაგებია, მადლობა. ბატონო ლადო, თქვენი ხმით რომ მომიყვეთ წითელ ქუდა. ესე იგი წითელ ქუდას გაუხდა ბებია ცუდა. და პერედაჩები და წავიდა ბებია სანა. და ეგაიჩი და ვოლკიც მა. მაგარი მგელი კაცი. ეუბნება ზადმედიკა პერედაჩები დამი. ეს ეუბნება ბებია გამეხდა ცუდად თორა. მე შენი ბები არ მაინტერესებს, მანდა რა გიდევს უთხრა. მოკლედ დანარჩენი იცით იქ ბებიის მაგირად მგელი კაცი. მადლობა თითი. ძირითადად სულ უარყოფით პერსონაჟებს გათამაშებენ ხოლმე და თქვენს რატომ ხდება ეს? ძალიან დადებითი ვარ ცხოვრება. მთელი სკოლა თქვენი ფანია. მასწავლებელი სიას რომ კითხულობს 14 ლადო კერვალიშვილი ვარ. არ გამაგარია. თქვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია. სანამ ხუჩა ყვარაცხელია ჩვენთან მოვა სტუმრად, მანამდე ყველა სტუმარს უსამთ იმ კითხვას, რასაც ხუჩას გითხავდით. ანუ თქვენ ხართ ხუჩა. ხუჩა, როგორც იქნა ჩვენთან მოხვედი და აქამდე რატომ ვერ მოახერხე მოსვლა, რა იყო მიზეზი? ძალიან ბევრი სათამაშო მქონდა და ხო. ისე ვის გულშემატკირო სოფლიოზე? მამა ჩემი და მე ახალგაზრდობაში ბალეტში გობდით ბრაზილიას, მაგრამ აბა რა. მე და დაკიცხო. ხო. ნუ ეხა პირველი თამაშიდან გამომდინარე ვერ ვიმჟელეთ, მაგრამ ნუ ბრაზილია, რა ვიცი, ეგ არის სხვა ფეხბურთია. პელემ რეალურად შექმნა ცეკვა ჯიგა, როგორც არის, ესე იგი ეგ მთელი ისტორია რა არის. საბრძოლო ხელოვნება იყო, რომელსაც უშლიდნენ ბრაზილიაში მონებს, როგორც ეგრე ვთქვა და იმის გამო რომ აკრძალული იყო მაგის ვარჯიში, გადაიტანეს ბურთთან და ფეხბურთში შეიტანეს ეს საბრძოლო ხელოვნება და რეალურად სამბას და ცეკვას გავს მაგათი ფეხბურთი. ცოტა ეხა მე გუნახე რომ ევროპულისკენ წავიდნენ. ხო ხტები რა, ვითომ ცვლიან სტილს, მაგრამ ურჩევნიათ იქ დაბრუნდნენ, სადაც ცეკვავდნენ, უკეთესად გამო. თქვენ ადრე შეგიყვანეს სკოლაში 5 წლისა. ისე არ ფიქრობთ რომ რთული არ არის ადრე რაღაცის დაწყება, მაგრამ მე ვიზე რას ვამბობ. ჯერ თვითონ დაიწყე. დიახ. ერე წამყვანობა.
თული რა ნუ ჩემ დას შემაყოლეს, იმიტომ რომ ბაღში აღარ წამეყვანეს იქ რაღაცა უფროსმა ჯგუფელმა ის რაღაც ჩემი დის ჯგუფი იყო ბაღში. იცი რომელ ბაღში დავდიდი? ვაკის პარკის წინ შესასვლელი. მან ცხოვრობდით მოსაშვილზე მაგ დროს. ჩემი და გააბრაზეს და იქ გაყოფილი როგორ იყო, იცი ვარდებით იყო ეზოები, ანუ 3 წლიანები, 4 წლიანები, 5 წლიანი ასე. გადავახტე ამ ვარდების ბუჩქერს და იქ ორი ბიჭი გავლახე. მე იმათმა ქვა აიღეს და თავში ჩამარტყეს და თავი რო გამიწყდა. ვერც გავიგე და ჩემდასთან მივედი რაღაც სისველე რომ ნახე, ანუ ჩემდას აუთხდა რაღაც პანიკა. მე საერთოდ კივილის ნუ არ ვიცი ბავშვობიდან დაკვეითებული. უბრალოდ მოვიბანე და მიხვდნენ რომ მე რო ბაღში მივსულიყავი იმ ორის ცხოვრება ძალიან ცუდად დამთავრდა. ამიტომ პირდაპირ სკოლაში წამიყვანეს და ამარიდეს მაგამ დროს. სხვათა შორის მე-4 მე-5 კლასში დავიჭირე ეს სხვა ვინ ჩამარტყა ალიაშვილზე. მოდიოდა და მე-4 შენ ბიჭო ის არა იმას არც ახსოვდა. თვალებით ვიცანი მე-4 მობძამდით ერთ წუთი პადიაში. აუ ძალიან გაკურებული რომ 5 წლისას დავი რო გამიტეხე გახსოვ. როგორც მსახიობს მინდა გკითხოთ. ჩემი გადაცემა რომ ფილმი იყოს, IMDb-ს რეიტინგი რამდენი ექნებოდა? 90%. 100-დან? 100. მადლობა. თქვენ ერთ-ერთ ვიდეოში ამბობთ, რომ ერთხელ შეყვარებული მამაკაცის როლი მათამაშეთ არ შეიძლებაო და აქ შეგიძლიათ ითამაშოთ ვისი როლიც გინდათ. ვარდები მჭირდება. მაგრამ ქალბატონის ალბათ ისმე. ქალბატონის სტუდიაში შეიძლება. და ვარდები. და ვარდები. და სიყვარულის ახსნა შემიძლია. გააჩნია თუ ცოლობას თო მუხლებზე დავდგები, ჩავიბუქნა. ბეჭედსაც წამოვიღე თქვა. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. მასპინძლობისთვის. ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო ყველასათვის საყვარელი გიორგი გურგულია. ქართული კინოს ძველი ლეგენდა იყო ტრეზორა დალადოძია ასეთ კბილი და ასეთ თბილია